მას. ნინუცა. მოგვიყვება მეც და ისრიალებს ნაკლებს. დილამშვიდობის, მოგესალმებით მე. გუდაურიდან სადაც დამხვდა შესანიშნავი ამინდი და არაჩვეულებრივი ტრასები, უკვე მოვასწარი რამდენიმე დაშვებაც კი და ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი გახლავთ ის, რომ გავარკვიოთ რა სპირდება გუდაური თავის ერთგულ დამსვენებლებს, როგორც ვიცი, ვიზიტორების რიცხვით გაზრდილია. სწორედ ამ საკითხებში გაგვარკვევს დღეს ნიკო ჩქარეული, ადამიანი, რომელიც დილას ჩვენთან ერთად იწყებს, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მივესალმები ტელემაყურებელს. უნდა გითხრათ, რა ხდება დღეს გუდაურში, როგორც ვიცი, გაზრდილი არის ვიზიტორების რიცხვი და რა სპირდება გუდაური თავის ერთგულ დამსვენებელს? გუდაური როგორც გასულ წლებში, ასევე წელსაც გამოირჩევა ვიზიტორების მზარდი დინამიკით. ჩვენ ვიზიტორებს ვთავაზობთ შესანიშნავ განწყობას, მოვლილ ტრასებს, გამართულ ინფრასტრუქტურას, რისთვისაც MTA-ის გუნდი 24 საათიან რეჟიმში შრომობს და რა თქმა უნდა ინარჩუნებს უსაფრთხოების ნორმებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის. რა თქმა უნდა, როცა საქმე ასე თუ ისე ექსტრემალურ სპორტთან გვაქვს, აქ უმნიშვნელოვანესი არის უსაფრთხოების დაცვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფი მაშველების გუნდი აი ამ ყველაფერს არაჩვეულებრივად ართმევს თავს. მინდა რომ ახლა გადავინაცვლოთ ნელ-ნელა გონდოლებისკენ, გუდაურს ზევიდანაც გადმოვხედოთ. თან ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ვიზიტორების უსაფრთხო დასვენებაზე. მაშველებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უსაფრთხოების ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამისთვის ზრუნავს MTA-ის გუნდის სამაშველო ჯგუფი, რომლებიც მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. კურორტზე ასევე მობილიზებულია სკიპატრული, რომლებიც მაშველებთან ერთად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. მათ უფლებამოვალეობაში შედის არასწორად მოსრიალეების ტრასიდან გაყვანა, რათა პრევენცია გაკეთდეს, რომ სხიფათი არ შეიქმნას სასრიალო ტრასაზე და ასევე ნასვამი მოსრიალეების გან ტრასის გათავისუფლება. გუდაურში 30-მდე სასრიალო ტრასა არსებობს, თუმცა ამას გარდა ვინც მაგალითად სრიალი არ იცის, შეუძლია ხომ კიდევ სხვა აქტივობებით დაკავება. მოდით პირველ რიგში ვთქვათ, თუ რამდენად არის ყველა დამსვენებლის სურვილზე მორგებული აქ არსებული ტრასები და შემდეგ კიდევ სხვა აქტივობებით როგორ დაკავდნენ. გუდაური გამოირჩევა ასევე ტრასების სიმრავლით. ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს 4 კატეგორიის 30-მდე ტრასაზე ისრიალოს თავისი შესაძლებლობის შესაბამისად. ამას გარდა გუდაური დამსვენებელს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს, როგორიც არის მაგალითად პარაგლაიდინგი, კვადროტურები, თოვლმოვლების ტურები და ასე შემდეგ. ესე იგი, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ექსტრემალური სპორტის მოყვარულებმა კარგი დრო გაატარონ. მადლობა უნდა გითხრათ იმისათვის, რომ დილა ჩვენთან ერთად დაიწყეთ. ჩვენ ახლა ავალთ უფრო მაღალ მთაზე, ვიდრე ჩართვა დავიწყეთ და შევხვდებით მაშველებს, რომლებიც სწორედ ზრუნავენ ადამიანების უსაფრთხოებაზე. მე იმედი მაქვს, რომ დღეს მათი დახმარება არ დამჭირდება, თუმცა ვნახოთ ის პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობს დაშავებულის მეტპუნქტამდე ჩაყვანა, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ოხო, საინტერესო ნაწილი წინ გველოდება.